მოვედი გოგოებო, აქ მაგ ბარკალი. ეხლა ეს უნდა გავაკეთო, ანუ როგორ იცით, აქ კიდევ უკას ფილოიც ევა. ოღონდ, ნახეთ მიბლიქაჩმით არის ეს. კედელი ან ბიუზი, იმას აღავყიდულობ დაყინე. ეს უნდა უყიდო ხოლმე ამას შემდეგ. სხვანაირია ეს. ვაგემო და სხვანაირი სტრუქტურა აქვს და არ ხმება ისე ძალიან შალასავით რო იტყვიან და ისჯობია. აქ კიდე ბარკალი მაქვს, იმ როს რო გავაკეთე, ხო იცით? ის რო გავაკეთე, აფილოსთან ერთად და კარტოფილთან ერთად. ძალიან გემრიელი იყო, აი ძალიან და ისე ვეგეთი, ამას ცოტა ხანი ისე დავამარინადებ ხაჭერ. Soya sos დავასხავ. ეტევა. ახლა ბარკები ახლა. მოვამზადოთ. ნაო მათე. ეს მოიტანა კარტოფილი გოგოებო, ისეთი კარგი. მაგიჩი არის კიდე. ისეთი სუფთა კარტოფილია. არის მას რაიმის ყიდავი თუ არა. ალახიანის ხეჯობია ცოტა მეტი გადაიწყდება. არის ხიანი იყიდო. ახლა მაგავწქნა. კარტოფილი. გოგრაც მაგ, გოგრა და ფიქრობ მაგას. აი ბაქცია მოვიდეთ. და ფენებს აქვე ჩავტოვებ და დავადგათ ეს და სტაფიო. ცოტა გაბჭებულები ხა ხაცურებია თუმცა სუპერი არ არის, მაგრამ იბო სუფთა კარტოფილია. ანახეთ. რა შედარებაა იმასთან? რა შედარებაა? ვარგავარ საყიდლებზე. ერთი კვირა გავიდა წარმოიდგინეთ, რაც ცოტა აი მოვიმარაგე რა. ხვალ გადის ერთი კვირა, ხუთშაბათს ვიყავი რა და რავი ძალიან კარგია, ეგრე პაკები ჩუა დარბიხარ ყოველ დღე. თან ახლა ბავშვებიც კი იყვნენ ცუდად და ვერ გავდიოდი. მაგრამ მაინც თან რა სიცივეები დაიჭირა, აბა ეხლა ყოველ დღე
გასასვლელი იყავი და მოსატანი გინდა არ გინდა რომ უნდა გახვიდე ეგრე. ოქნა. გაზი. მეთქი გაზი ხო არ გამოიხდა. მოცნაირად ჩანელდა და ჩაჩუნდა ეს ის. ნახეთ აი ეს სხვანაირია გოგოებო ეს და კი არის ცოტა ძვირი, მაგრამ ხო გეუბნებით ნიკა უკვე მოსწოდება ყოველდღე გაყინულდეს რომ უწავ. ისეთი ის არის ჩალა არის. შურები ჩალა. ესეც ჭიანია, უბრალოდ სუფთა არის, თორე ჭიანი არის ჩვეულებრივად რა. უბრალოდ სუფთა კარტოფილია. ჩამოწე რა უნდა ვიყიდო ხო წავალ ორნაბიტში ვიყიდე ისე ეგრე ერთი კვირისთვის ისე არ არის რომ დამეხარჯა მაინც მაგ ერთ კვირაში მაგრამ რა შედარება ბევრად ნაკლები გეხარჯება ესე ბევრად ნაკლები გამოდის და უფრო გიჩანს რაღაცა რა გამოცდილებიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ცოტა ხანით იყოს ეს ცოტა ხანით და მარილი მოვაყარო მარილი მომწრია მალე გამოიამიდოს მოთხოვა მალე რაც შეიძლება მალე არ ვიცი როდიდან გამოდის კარგი ამინდი მათაც დაიღალა უკვე სახლში ხვალ მიყავს თმის შესაჭრელად გოგოებო იმიტომ რომ ჩამოუვიდა უკვე თვალებს გამოკეთდა უკვე მაგრამ ოშაგათია გაგზავნე გავუშვებ სკოლაში მანამდე არა იმუნიტეტი ახლა აქვს მაგას დაბალი ესეთი ვირუსი გადაიტანა ახლა სიცხე არ იყო მაგრამ დამატივი ვირუსიც არ არის რა ახველებს ისევ და რო შეუბრუნოს უკვე მერე სიცხესაც მისცემს არ ვიცი თუ უბრუნდებათ ეს ვირუსი მაგრამ ვირუსმა ხო იცი შებრუნება საერთოდ სიამასა მოჩამ ესე ხოდა არ მინდა რომ ისა შეუბრუნდეს რა აღმოჩნდა დაიფაროს ეხლა მეც მომიტანა გიამ წამალია გარავქნა სუდად ვარ ყელი ძალიან მტკივა ისე ძალიან მტკივა ყელი რომ გულის შეგრძნებას იწვევს ხოდა მომიტანა ისა ყელის აუ რაღაც რა ქვია ტრახისარი მგონი წამალი ესაწუთნია გულის შეგრძნება მემართება სროყლა
ზოგიერთი კომენტარი დილანდელ ვიდეოზე გადავხედე უკვე. ვინც ჩემთან ხართ, ვინც ხარს მიჭერთ, ვისაც გიყვარვართ, ძალიან მიყვარხართ გოგოებო. და მეც თქვენთან ვარ, ხომ ხედავთ ყოველ დღე. როგორც ჩემი ცხლა. ყველაფერს ხვდები, ვინც ირონიულად მიწერს, ვინც ასე მიწერს, ვინც ის ყველაფერს ხვდები. ადამიანები საერთოდ ყველაფერს ხვდებით. ყველა. ეს გაუთვალისწინე. არ გეგონოს რომ მარტო შენ ხვდები რაღაცეებს. სანამ რაღაცას დაწერ, რა გულითაც წერ და როგორც აწერ და ის ყველაფერი იცოდე რომ ჟანა ხვდება მაგას სანამ დაწერ, გაიაზრე. მარტო შენ არ ხვდებ შენ გულში არა. ხო, რავი, გულში ახლა ამირამ გულში მღეროდაო, მაგრამ აი რა გაგებითაც წერ, შენი გაგება ვიცი, ხვდები. ყველას კომენტარს კარგად ხვდები. თამუნა მომწერა ძალიან გულშემატკივრობ ხო შენი ჯახსო თამუნა ძალიან მიყვარხარ მე, ხო იცი. იცი თამუნა რომ მიყვარს. ყველანი მიყვარხართ გოგოებო. რაც კომენტარების კითხვა დავიწყე, კიდე ძალიან მიხარია. ამან ძალიან დამაახლოვა ჩემს მაყურებელთან. ძალიან ეს არის სტაფილო. ნახეთ რა, როგორ იმასაკნა. გამოღოვდა. ფუჩქები გაიკეთავთ. ფუჩქები. ახლა ამას დავწვნი და მთლიანად ეს არ დამჭირდება. დანარჩენს კიდე სასწრაფოდ უნდა გამოვიყენო სტაფილოს, ხორი გაფუჭდება, უნდა დავადგა ის. ხო, ალბათ ხარ ნამდვილად გაფუჭდება. ой, ეს მოგელოს დედიკო, როგორ დაგინახ. თემები გაშესეჭი. არა, ერთადერთი პრობლემა გვაქვს. ხვალ არ ვიჭრი. იჭრი. ხვალ არ. არა. ზეგა. ზეგა არა. ხვალას ცალია მამას ისვენებს. ზეგა. გასვენების დღე აქვს. ой, მართლა იცით რა მინდა კიდე გოგოებო, რა ვიხართ მოვახერხეთ. ძალიან ბევრი საქმე მაქვს ხვალის თონჩი და წავიდე. ის მე არ მოვდივარ ის თონჩი. ვისთან დარჩენია, დანიკაცოთ. მიგასთან და ის თონჩი ვარ წასასვლელი და საიდლებზე ვარ წასასვლელი. სტაფილოზიდე. ვიცი, გიას მგონი მანქანის გაკეთება. სტაფილომიდე. ვიცი, გაგირეც ხო და მოგწ. ერთი ნიკას წაუგა ერთი. ხო, გიას მანქანის გაკეთებაც უნდა მგონი. და ელიავაზე მინდა წასვლა. და არ ვიცი, თუ მოვახერხებთ. იქ ყოფილა იაფი, ყველაზე იაფი სამშენებლო მასალები რა, სარემონტოც. ხო და რაღაცეებს მინდა გადავხედო, შეიძლება ხოლმე ვერ ვიყიდო, მაგრამ გადავხედო ფასებს. და იმას ვქნა. მოვიფიქრო, დავფიქრდი, ავწონო, დავწონო. სტაფილომომენტ. ამოთახე. გარეცხა უნდა მეთქი. რა, დედი და რა ხიანია. რა. აჰა. ხო. ერთი ფიქრები და საფილო რა და 4. ამდენია სულ 2, 4, 5, 6, 7. აჰა. აი ეს როდამჩ. ეს ეყოფა ვინიგრეტს. ხალავა გოგოებო ვინიგრეტს დღეს ეს გავაკეთო ახლა.
გონია თავიღლები ყოჩაღი ვარ, ენერგიული ვარ, მაგრამ ზოგჯერმეც ვიღლები ხოლმე, გრძნობ ხოლმე და ყავს. ისი არა რომ დავწე, მაგრამ ხანდახან დავეცემი ხოლმე დივანზე. ხო და ვნახოთ აბა ელიავას ფასები. ახდება. რა ხდება, კარებიც მინდა. თმები ნერვებს მიშლის. აქ ხო შევიკარი, ესენი კიდე გამოიწია. აი ეს კარები. ჯერ ერთი ოთახი ხო, იქითაც ჩასაყენებელია, მაგრამ ყველგან ერთად ვერა. ჯერ ეს ოთახი. ეს ოთახი, მე სპალნები გაკეთებულია. სულ დამუშავებული, ჭერებს გაკეთებული, ჭერებს საერთოდ არაფერი აღარ უნდა. ქაფები ყველაფერი აბსოლუტურად გაკეთებულია, გააკეთებულია. მარტო უნდა შპალიერი და ლამინატი. მეტი არაფერი არ უნდა, ჩემს საძინებლებს ორივე გაკეთებულია. მე ამას ეს ყველა ძალიან მიჩქარება, იმიტომ რომ მე ხوار მთელი დღე და მინდა რომ ლამაზად ვიყო დედოფალივით. რაღაცეებს ეწყინება, შეშურდებათ, აი დარწი. დედოფალივით უნდა ვიყო. ეს მეჩქარება ძალიან. და ის ოთახი ზაფხულში. კარგად დაცხება. ფანჯრებიო კარგად გავაღოთ და რა. იმ ოთახშიც ბევრი არაფერია, ჭერია მარტო გასაკეთებელი. ლამინატი შპალიერი. კედლები ძირითადად ის არის რა, გასაცებულია. დასაწინებლებში ჭერებიც გაკეთებულია, ძალიან კაია, წინწესული საქმეა ეგ. თან ძალიან კარგად გამოუვიდა, არ ვიცი რა, ხელოსანი ვერ გააკეთებს ეგრე. ჩემო მმა გააკეთა რა, ხელოსანს გააკეთები ხიდის თავში და ჩემი ჭერები უფრო მომწონს ვიდრე ის, ეს გაკეთებულები უფრო კარგად არის. ძალიან კარგად გამოუვიდა, პატარებია თან და აგული. ეს აქ დავთოთ. ეხლა ეს ხომ აქ ამზადებული. ამას გავიცხავ. ვაპაუზებ, თვიწყით გავრიცხო რა, შემცივა. თუ ჩემი მაგარი უჭებული ისეთაც. ეს ხუმელი ნეტაიცოდეს რა კარგი გამომაწყა. როგორი ნამცხარი გამოვაცხე გუშინ გოგოებო და რავი, ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს რა. ფენივრად. ძალიან იაფი მივეცი კარფუში. არ მახსოვს უყურთ რამდენი მივეცი. ძალიან იაფი. არ მეგონა თუ გამოდგებოდა იმდენად იაფი მივეცი და ფენიერია, ჩაუწიე მათე რა, გთხოვ დედიკო. ჩაუწიე მათე. ნუ აწივლეთ. ძალიან ისა რა ქვია. კარგად მატება. იაფიანი. მე რაღაცას რო გავაკეთებ, ეს მექნება ეს რაღაცეებისთვის რა. შესაძლოა. ოღონდ ადგილი რა ვიცი მომდავდა. ის პრობლემაა, თორე ისე კი მათე ხმა ისმის რა, მათე
ეს ისე მომეწონა იმ დღეს რო გავაკეთე გოგოები ოჯახური. ზანგებიელი გამოვიდა ღუმელში. ტაფაში არ გამოდის გემრიელი იკრავს და რავი რაღაცნაირი რა. ის იყო გემრიელი უგემრიელესი. იმაში გამოცვალე. ეს ნამეტი არაფერს არ აკეთებს. შვენიერია. ისვენებს, უყურებს რაღაცებს, რაც უყვარს და ასე შემდეგ. აი ესე. და ალბათ ორშაბათიდან მიდის ვარჯიშზე. შემთავრდა ლაპარაკობ. ორშაბათიდან ალბათ, იმიტომ რომ ეს არის რა ქვია. ხოლმე არამცალია ეგ რაღაცეები მაქვს რა, რაც მოგიყევით. ღია ისვენებს და აფრო კიდე გინდა? გაგიჩქრი ხო ისინი შევდი უკვე იწება. მინდა. იმას გაგიჩქრი ეს. ხო და ტელეფონი მიჭირა. ორშაბათიდან მოვიფიქრე რა, თან იქნებ ის ვიყიდო გოგოებო. სპორტული არა. ტელეფონი მიჭირავს. გიჭიროს ცოტა ხანი ამას ისააქვადები რა დადგენილი ცოტა თვალები აქვს შეთეთრებული. ტელეფონისგან და ავადები აქვს დადგენილი. არა, მოხდები. კაფე. ეს ტელეფონი ძალიან ხანი მოსდის უკვე. ეს ტელეფონები ჩაუწით და ჩაის ნაყინი გავაკეთე და იქ დავადე. მამბა დავასვენე და ჩაის ნაყინში და დავადე თვალებზე და ჩაუშვით და ეხლა 2 საათი უნდა დადოს ტელეფონი და ცოტა ხანი აიღოს 2 საათი უნდა დადოს 20 წუთი აიღოს ეს დავიდგინე დრო. არ ვიცი ტელეფონის ბრალია თუ ვირუსის ერთვალების შეთქმულება, მაგრამ ვირუსმა გაუარა სავარაუდოდ ტელეფონის ბრალია. ესე გამოიყურებ. ჩემი ოჯახური ზანგებიელი გამოვიდა იმ დღეს და ეხაც გემრიელი იქნება. წავედი გოგოებო. ყველას მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, მიყვარხართ.